მომისმინე. ამაღამ საზღვარგარეთ უნდა წავიდე. პოლიციას გამოეკეცი? არა, რას ამბობ. გამომიშვეს, მაგრამ რაღაც პერიოდი აქ არ უნდა ვიყო. მეც წამოვალ. დიდხანს არ გავჩერდები. თუ გაჩერება მომიწევს, შენც წაგიყვან. არი დარდო. რატომ მიემგზავრები ნესიმ? თანაც მოულოდნელად. ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ გეტყვი, რომ პრობლემები მაქვს. ეს არავინ უნდა იცოდეს. თქვი, რომ სამსახურის საქმეზე ვარ წასული. რამდენიმე კვირაში დაბრუნდება თქო. კარგი? კარგი. გასაგებია? კარგი. აიშე. შვილო, მამა შენი მიემგზავრება. სად? თქვა, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, თქვა, რომ პრობლემები აქვს. ეს რას ნიშნავს? ეს გაქცევას გავს. მართლა ასეა? მეც ვერაფერი გავიგე. მითხრა, რომ არავის დამთქვა. უთხარი სამსახურის საქმეზე ვარო. ღმერთო, წავალ მამას დაველაპარაკები. აიშე, თვითონ თუ არ გეტყვის, არაფერი კითხო. მითხრა, რომ არავისთვის მეთქვა. ეს რას ნიშნავს? მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვარ. მამა? სად მიდიხარ? საქმე მაქვს, შვილო. რა საქმე? დედა შენი მერე მოგიყვება. მამა, გთხოვ, მითხარი რა ხდება? ვერ მოგიყვები, შვილო, თვითონ მფრინავს უნდა მივუსწრო, წავიდეთ. როგორც კი ჩაფრინდები, შეგვატყობინე. კარგი. ნუ ღელავ. კარი გააღე, შვილო. გამარჯობა. გამარჯობა, საყვარელო. ბიძია ნესიმ, ყველაფერი ცუდი წარსულს წაეხოს, გამოგიშვეს? მადლობა, ღმერთს გამომიშვეს. სად მიაპირებთ წასვლას? საქმეზე მივდივარ. შედი, მიდი. მოდი. აიშე, მოხდა რამე? არაფერი, საყვარელო. თქვენ დასხედით, მე ცოტა ხნით წამოვწვევი. რა თქმა უნდა, დროებით დეიდას უხალ. მე ჩაის დავასხამ. შენ შედი. კარგი, საყვარელო. ნესიმის სახლიდან ჩემოდნით გავიდა, მამა. კან. ისმენ, მამა. შენმა მომწერა, რომ ნესიმის სახლიდან გავიდა. სახლში ახლა არ დაბრუნდა? სწორედაც, რა ხდება? გარბის, შვილო, გარბის. ვერ ხვდები? ენვერ შეატყობინე. ნესიმის ანამ ქალაქიდან გავაიყვანონ. კიკას ვკითხე იმ ადამიანის შესახებ, ვინც დერვიში გადაარჩინა, მითხრა, მათი წევრი არ არისო. არც ნასამართლებია, არც ძებნილთა სიაშია. როგორც ჩანს, სუფთაა. კაპიტანო, ამ ადამიანზე ეჭვი გაქვთ? ჩემი სამუშაო ასეთია, ეჭვი ყველაზე მაქვს. შენსავით ყველას არ ვენდობი. ნესიმს რას უზამთ, კომისარო? თქვა, რომ მისთვის ერთადერთი გამოსავალი გაქრობაა, გავუშვი. თუ ჭკუა აქვს, წავა, ისე რომ არავის არაფერს ეტყვის. კარგად მოქცეულ ხართ. ვინც ქოჯას ასე მოექცა, უცილებლად დაისჯება. დანაშაულს არავის შევარჩენთ. მოქმედების გეგმა არ გაქვთ? მაქვს, კომისარო. რა გეგმა გაქვს? არ გაგვიმხელ? ისინი, ვინც ასე მოგვექცნენ, ან უკვე მოვიდნენ, ან მოვლენ. აუცილებლად გამოჩნდებიან. რას ამბობს? კომისარო, მეც ასე მელაპარაკებ, ამიტომ არაფრის თქმა არ შემიძლია, ანუ ნელ-ნელა მეც ყველაფერში გავარკვევი. ყველაზე კარგ შემთხვევაში. კარგი, გეგმები თავისთვის შეინახოს. ერთ დღესაც თავს დაიღუპავს.
აქედან გადიხარ ძმაო. კაპიტანი მაჯნუნი პროკურორს ელაპარაკა, მითხრა რომ გიშვებთ, მაგრამ ქალაქიდან გასვლა გეკრძალება. მადლობა მას. მთელი ჩემი ფიქრებით საავადმყოფოში ვარ, სულ მასზე ვფიქრობ. ახლა რეანიმაციაშია, საღამოს შეაღვიძებენ. შეგიძლია მიხვიდე, გაუხარდება. მიდი, ნახე, გაიხარეთ. წამოდი. ნარკომანი ენვერი ახრას აკეთებს. მას ორ სიტყვას ვეტყვი. მერე წაიყვანეთ და ესროლეთ. კარგი ძმაო. ბიჭო, გეყოფა საკმარისია. გამომართვი. ხურდა დაიტოვე. მიდი მოხსენი, მიდი. ნესიმ, როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? შენ ციხეში არის ჯექი? გავიგე რომ სამუდამო მოგისაჯეს, რასაც გაიგებ ყველაფერს ნუ დაიჯერებ ნესიმ. ხან შიგნით ვართ, ხან გარეთ. სამუდამო პატიმრობა ჩვენთვის არ არსებობს. ამ სისულელეს რაღაცაზე დაყრდნობით ამბობ როგორც ყოველთვის, არა? წადით. შენც რაღაცას ეყრდნობი. მაგრამ პოლიციის განყოფილების კედელი, რომელსაც ეყრდნობი, თავზე ჩამოგენგრევა. შენც ნესიმ და იმ შენს კაპიტანსაც, რომელსაც ასე ენდობი. რას ამბობენ ვერ? როგორც ჩანს, აქედან გაქცევას გეგმავ. შორს ვერ გაიქცევი. ამას მეკბირდები ნესიმ. მე მუქრები? ჯერ რაღაცის გარკვევა მინდოდა შენთან, მაგრამ კარგი. ერთი ვნახოთ, სად დაიმალები. ან ვინ გიშველის. ვნახოთ. მე მგონი ვერავინ. ძმაო, ძალიან კარგად გამოიყურები. ძალიან კარგად. შეხვედრამდე. წავედით. რა ხდება ნესიმ ბეი? მაჯნუნ ბეი განყოფილებაშია? განყოფილებაშია, შემიძლია რამე დაგეხმაროთ? არა, მას პირადად უნდა შეხვდე. ნესიმ ბეი, კაპიტან ალიჯანს უნდოდა რომ ქალაქის გასასვლელამდე გამოყოლოდით. ჯერ კომისარს დაველაპარაკები და მერე ისე გავაკეთოთ, რასაც ის გვეტყვის. კარგი, მანქანაში ჩაჯექით, უკან გამოყვებით. კარგი. ბალიში აწიე. ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად. იზია, ხომ გითხარი სახლიდან გარეთ არ გახვიდე მეთქი? როგორც ხედავ ხალხი, რომელთაც ველოდი, არ მოდის. არც მოვლენ, სისხლი რომ არ დაიყვაროს. გადავწყვიტე ჩემი სისხლი დაღვრილიყო. შენს აქციელს გამართლება არ აქვს.
შენ ეს მითხარი, მოვიდნენ? ის ვინც ასე მოგექცა, ჩემთან აუცილებლად მოვა და მეტყვის, რომ ეს მან გააკეთა. თუ გამოჩნდა ჭკუა იხმარე, მაშინვე ნუ იმოქმედებ ბრაზის გამო. იმის გამო, რომ მესროლეს ყველაფერს ნუ გააფუჭებ. ბრაზი მოთოკე. ჩვენებს შევატყობინებ. კარგი. ბიძია როგორ არის? გაიღვიძა. თუ ასეა ჩვენ შევალთ. ცოტა დაისვენოს, რიგრიგობით შედით. ზეინებ, თუ გინდა პირველი შენ შედი, იქნებ სახლში წასვლა გინდა. ბიძია, შემოდი, შვილო. მალე გამოჯამრთელებას გისურვებ. მოდი. ღმერთმა შენი თავი დაგვიბრუნა. როგორ ხარ? ჯობს ის მითხრა ღმერთმა შენ მინდა გიბრუნა. მითხარი. ბიძია დერვი შენ მიცნობ. იმ შენმა ძმისშვილმა საერთოდ ვერ გამიცნო. ის შენს გულსაც იცნობს და გონებასაც. მაგრამ ზოგჯერ არ იცი, რას აკეთებ. მე არ ვიცი რას ვაკეთებ. ახლა ამაზე ნუ მალაპარაკებ. კაცმა მითხრა, გარეთ არ გახვიდეო. მე მაინც გავედი. ვიცი რასაც ვაკეთებ და შენ რას აკეთებ? მეც იმას ვაკეთებ, რასაც შენ. თვითმკვლელობას გავს. სწორედ ამას აკეთებ. არ გინდა. არ გინდა. შეიძლება ჩვენ შემოვიდეთ. შემოდით, რა თქმა უნდა. ბიძია, ყველაფერი წარსულში დარჩეს. ძალიან შეგვაშინე. კარგად ვარ, კარგად. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. წარსულს წაეხოს, ბიძია დერვიშ. ძალიან შეგვაშინე. გმადლობ, შვილო. ნუ ღელავთ. ბიჭო, აქ ვართ, აქ, მოდი. მოდი, ბიძიამ გაიღვიძა. ჩუმად დათო, ჩუმად საავადმყოფოში ვართ. რა ხდება თუ რან, ცოტა ვღელავ. მოდი. ღმერთო ჩემო. ის არის ის, ნამდვილი ლომი, მოდი. გმადლობ. ადემ, უცხო ადამიანისთვის არავინ გააკეთებდა იმას, რაც შენ გააკეთე. განყოფილებაშიც თქვი, დრო უკან რომ დაბრუნდეს, იგივეს გავაკეთებდი. ღმერთმა დაგლოცოს. კომისარმა შენზე ზეწოლა ხომ არ მოახდინა. დამკითხა, ეს აუცილებელიც იყო. პროკურორი ნახე. მოგვიანებით ვნახავ, მითხრა, რომ ქალაქიდან არ უნდა გავიდე. ადემ, დასარჩენი ადგილი თუ გაქვს. ეს რა კითხვაა თუ რანუ, რა თქმა უნდა, ჩვენთან დარჩება. არა ძმაო, სასტუმროში დავრჩები, არ ინერვიულოთ. ადემ, ბიძა გადაგვირჩინე, სასტუმროში როგორ გაგიშვებთ? ჩათვალე რომ არ მომისმენია. კომისარო, ნესიმბეი მოვიდა. როგორ თუ მოვიდა? მანქანით მოვიდა. ბიჭო, იმას კი არ გეკითხები, რითი მოვიდა, აქ რას აკეთებს? არ ვიცი, კომისარო, თქვენი ნახვა სურს. იუნუს არ უთხარი, რომ ქალაქიდან გასვლაში დახმარებოდა. მას ბენზინ გასამართ სადგურზე ვიღაც შეხვედრია. იუნუს მარიცის დეტალები ალბათ მყოლა უნდა თქვენს კაბინეტში შევიყვანე. კარგი, გმადლობ. აქ რას აკეთებ, ნესიმ? ხომ გითხარი, წადი მეთქი. მითხარით, კომისარო, მაგრამ რაღაც ისი არ მოხდა. რა არ მოხდა? ცოლი მოგიკვდა? შვილი მოგიკვდა? რა მოხდა? არა, მადლობა ღმერთს, კარგად არიან. ბენზინ გასამართ სადგურზე ნარკომანი ენვერი ვნახე. დაჯექი, მიდი, დაჯექი. ნარკომანი ენვერი ვინ არის? პოლიციაში ყველა ნარკომანზე განცხადება უნდა შემოიტანო? მითხარი. არა, ეს სულ სხვა შემთხვევაა. ის ახალგაზრდობიდან ნარკოტიკით ვაჭრობს, ასე ამიტომ ეძახიან. სწორედ ამიტომ. მე რენესიმ, კომისარო, ის ციხეში იჯდა. ამბობდნენ, რომ სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მის ჯილი, მითხრა, რომ ვიღაც მფარველობს და ციხიდან ამიტომაც გამოვიდა. ყოჩახ. ახლა რა გინდა? გინდა რომ დავაპატიმროთ? კომისარო, გმადლობ, იუნუს ჩემი თვალთვალი რომ დაავალეთ.
ის რომ არა ბენზინ გასამართ სადგურზე მომკლავდნენ. მიმანიშნეს რომ ჯერ თქვენ მოგკლავდნენ და მერე მე გამისწორდებოდნენ. ანუ ჩვენ შესახებ იციან კომისარო. გესმით? გამჟღავნდა. ჩვენ შორის ხომ აკრძალული სიყვარულია ნესიმ. შენ ყველაფერი თქვი. გმადლობ. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. წინ გრძელი გზა გელოდება. წასვლის დროა. კომისარო, მე არსად წავალ. რომ წავიდე, ჩემს ოჯახს არ მოასვენებენ. ნება მომეცით სახლში დავბრუნდე. ენვერთან დაკავშირებით ინფორმაციას მოვიძიებ, ვისთან ურთიერთობს, ისკანდერმა გამოაგზავნა თუ არა. გთხოვთ, ამას მაინც გავიგებ. ძალიან გთხოვთ. აქ დავრჩები. და ამას ვისგან გაიგებ? ისკანდერ შეეკითხები თუ ენვერს? ჩემი შვილისგან გავიგებ, კომისარო. აიშე მათ სახლში დადის, ალბათ რამეს გაიგებდა. დღეს აქ დარჩი. ასე დროს სახლში ვერ გაგიშვებ, დილით წახვალ. გეუბნები პოლიცია მოვიდა მეთქი. ისკანდერ, როგორც კი მისი აყვანა დავაპირე, პოლიციაც მოვიდა. უყურებდი რას გააკეთებ და ადგა და პოლიციაში წავიდა. კიდევ რა? ნესიმს დიდი ხანია ვიცნობ, ის ყოველთვის ასეთი იყო. როგორც რამეს გაიგებს ან ყურს მოკრავს, ადგილს ვერ პოულობს, უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ინფორმატორზია ლაპარაკი ენვერ. კარგი, ისიც ავიყვანოთ. ვისაც ინფორმაციას გადასცემს ისკანდერ, ისიც ავიყვანოთ. ძმაო ენვერ, ხვალ უხუცესი მოვა, როგორ ფიქრობ, ნესიმზე არ გუკითხავს? მოდი ისე ვთქვათ, რომ ნესიმმა უხუცესის თაობაზე შეიტყოს. მერე კომისრის ხელში ჩაგდება, ადვილი იქნება. უფრო მარტივი გზა არსებობს. აიშე მყავს. ჩემი აიშე. აიშე ვინ არის? ნესიმის შვილი. ისიც მამამის გავს. თუ რამეს გაიგებს, მაშინვე სხვებს უყვება. ბოლო დროს სულ მამა ჩემის გვერდითაა. ფიქრეთი მოკვდა? რანაირად არ გშორდება? ქალშურის ზიება უნდა, გონია ფიქრეთი შეეშინდება? კარგი, რადგან ასეა, უხუცესი რომ მოვა, პირველ საჩუქარს გადავცემთ. ნესიმს და კომისარს. დედა, მამამ დაგერეკა? არა, მე ვურეკავ და არ მპასუხობს. ალბათ ისევ სტამბოლშია. სად უნდა წასულიყო? ნესიმ? მამა? გისმენ შვილო. მამა, გუშინ ხომ თქვი, რომ გარკვეული პერიოდი სახლში ვერ დაბრუნდებოდი? რა ხდება? მაგრამ დავბრუნდი შვილო. გეფიცები მაშინებ. გუშინ თქვი, რომ არ დაბრუნდებოდი, დღეს კი წახვედი და უკვე დაბრუნდი. რა მოხდა, რა გეწყინათ? თუ გინდა ისევ წავალ, ზუჰალხანი. მამა, ეს რა ლაპარაკია? შემოდი. შემოდი, ჩაის დაგისხამ. დამესხი შვილო. შენ რა მღალატობ? მე არავის ვღალატობ, ზუჰალ. დედა, რა იღბლიანი ხარ? მეგონა ფიქრეთი მამა ჩემს გავდა და ცოლად გავყევი. მაგრამ სამწუხაროდ შევწდი. შვილო, ფიქრეთი რომ არ ახსენო, არ შეგიძლია? ჩათვალე რომ ფიქრეთი მკვდარია. ფიქრეთი. კარგი რა. ახლა იაუზი მჭირდება ლეილა. ერთი მხრივ დედამისი ზეწოლას ახდენს მასზე. როგორც გავიგე, ისკანდერი ცდილობს, რომ თავის მხარეს გადაიყვანოს. შენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარ. მესმის, როცა გული გიტყდება, ისე ვეღარ იქნება, როგორც ადრე, მაგრამ ძალიან მჭირდები. რის გაკეთებას მთხოვ, ძმაო? ცუდად მოეკეცი. ჭირვეული გახდი, მაგრამ ყველაფერს წერტილს ნუ დაუსვა. არ გინდა. იაუზი თუ იმედს დაკარგავს, ისკანდერთან წავა. მერე ჩვენ რა, სადაც უნდა წავიდეს? ჩვენი მტრები გაძლიერდებიან, ლეილა. შენ ხომ ეს არ გინდა? მით უმეტეს ახლა, როცა აიშემ ისკანდერს თვალი დაადგა. იაუზსაც თუ დავკარგავთ, არასწორი იქნება. წავაგებთ. ამიტომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ ზეინეფი ქაანზე დაქორწინდეს? წინააღმდეგი ვიყავი. ვიყავი, მაგრამ ზეინეფმა ეს თავად გადაწყვიტა.
ჩვენი მტრების გაძლიერების მიზნით კი არა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მტრები არ გამხდარიყვნენ. არ მინდა ვინმეს მოქმედება ამაო იყოს. კარგი, მაგრამ რა ვუთხრა? განქორწინება რატომ გადავიფიქრე? არაფერი უთხრა. მე დაველაპარაკები როგორც შენი უფროსი ძმა. საღამოს ერთად შევიკრიბოთ. ყველაფერს მოვაგვარებ. ხისტინო იქნები. კარგი ძმაო. დიდი მადლობა. ზემოთ ავიდეთ. წამოდი. მე რა ქნა ზეინებს სკანდალი არ მოაწყო? ქანი რომ დაინახა გაღიზიანდა. ისევ ქანზე ლაპარაკობს. თუ არასწორად გავიგე. არა, ხალილ იბრაჰიმი მყავდა მხედველობაშიო. ზეინები მიხვდა და მიპასუხა. მერე მაშინ ვესახში წავიდა. ხომა მოგდით რომ ბიძა მისი გინაღა მოგდა. ხალილ იბრაჰიმს ბიძა საავადმყოფოში არ დაუტოვებია, სახლში წაიყვანა. ფიქრეთი ამბობდა რომ ხალილ იბრაჰიმთან წავიდოდა. ამიტომაც ქმარს არ გაყვები? არა. არ წავალ. კერავი დავიბარე ფარდებთან დაკავშირებით. დედანედიმე მეჩვენება რომ სახლი ბნელია. კონსულტაციას გავივლით. დაჟინებით თითხოვ რომ აიშეს მერე სახლში არაფერი ძველებურად არ იყოს. ასე არ არის შვილო, გინდა რომ სახლი თავზე ჩამოგვექცეს, ღმერთო ჩემო, ის ფარდები ჩემი ნაყიდია. აიშეს გემოვნება სად აქვს? ასე ნუამბობ ნედიმე ისოლად ფიქრიც გაყვა. ესე იგი გემოვნება აქვს. მამიდა რა თქმა უნდა შეცდომას ყველა ვუშვებთ. ადამიანები ვართ, მაგრამ ფიქრეთი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა აიშემ გისოსებში გამოამწყდია. რა ხდება დამლა? ვინ გამოამწყდია გისოსებში? საყვარელო წარსულზე ვლაპარაკობდით. მნიშვნელოვანი არაფერია. დედა, საღამოს სტუმრები გვეყოლება. ვინ შვილო? დამლა, დედა შენს დაურეკე. ყველა ერთად ვივახშმებთ. რა ხდება ფიქრეთ? ყველაფერი რიგზია. მადლობა ლეილას, რომ უარი არ მითხრა. განქორწინების თაობაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდება. ოჯახური ვახშმის მოწყობა კი ამიტომ გადავწყვიტე. კარგად მოგიფიქრებია შვილო. შვენიერი იდეაა ფიქრეთ. ახლა შევატყობინებ. ძმაო, ბიძია დერვიშთან წახვალ? ხო, მეც წამოვალ შენთან ერთად. საკმარისია, გამოჯანმრთელების საშუალება მიეცით. თანაც ხალილ იბრაჰიმთან მინდა დალაპარაკება. თუ შენც გინდა დალაპარაკება, წამოდი. არა, სალაპარაკო არაფერი მაქვს. თუ ასია, იჯექი სადაც ზიხარ. შენი დაც აქ არის. დაასხედით, დაილაპარაკეთ, რჩევა მიეცი. ასე გეტყოდი, მაგრამ სხვას რა უნდა ურჩიო, როცა თავად არაფერი იცი. ძმაო, საკინე ისევ ზიხარ? ადექი სტუმრები მოდიან. მე კი ავდგები, მაგრამ არ ვიცი ნარგიზი ამ სახლში შეჭამს თუ არა. ადექით იმუშავეთ. მორჩით ლაპარაკს. მოდი. მოდი შვილო, მოდი. დაო, არ ფიქრობ, რომ ამ ოჯახისთვის საკმარისი მსხვერპლი გაიღე. იქნებ შენს ცხოვრებაზე, საკუთარ ბედნიერებაზე კონცენტრირდე. ლეილა, შენ ახლა რა გააკეთე? შენ ამ ხელმსხვერპლზე ძმის გამო არ წახვედი? მე მიჩვეული ვარ. ასიემ თქვა, რომ უნდა გავთხოვილიყავი. რიზვანმა თქვა, რომ უნდა გავთხოვილიყავი. ნარგიზმა თქვა, რომ შვილები უნდა გავაჩინო. ძმას უარს როგორ ვეტყვი? ისე იყოს როგორც იტყვის. ერთხელაც მეც რამეს ვიტყვი. ხილად ტკივა. კარგი. ფელი აგდადე. ბიძია, საავადმყოფოში კიდევ რამდენი დღე უნდა დარჩენილიყავი? ძოლა არ მიყვარს თუ რან? ვიცი რომ არ გიყვარს. ადემ. მოდი აქ. ახლავე. ან ისევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ვარ, ან მეხსიერების ბრალია. დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ შენი ოჯახი ვერაფრით გავიხსენე.
ბიძია დერვიშ, როგორ გაიხსენებ, ძველი ამბავია. ჩემი ოჯახი აქ საქართველოდან გადმოვიდა. ღმერთო ჩემო. ფერზე რომ დავდგები შენი ოჯახის შესახებ, ქემალს ვკითხავ. საქართველოდან. შენი ოჯახი მას ეწოდინება. ქემალს ნამდვილად ეწოდინება. ბიძია, მისი ოჯახის ამბობს რატომ გითხულობ? ვინ იცის, ვინ აიძულა მისი ოჯახი რომ აქედან წასულიყო? მხოლოდ მარტინოვების თუ მარტენოვების შესახებ მსმენია. სწორად გახსოვს ადამ. რას გულისხმობ ძმაო? როგორ თუ რას, ის ხალხი არც ჩვენ გვიყვარს. კარგია. გმადლობ. გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მოსვლა ფიქრად. გმადლობ, ტაჯიკი. ბიძია დერვიში სად არის? სახლში წასვლისას შეიარე. ძმაო, დიდი ხანი არ გვილაპარაკია. ისკანდერს ახალი სამიზნე ხავს, იავუზი. ეს ვარაუდია თუ ზუსტი ინფორმაცია? შოთა იკვლევს. ამას ისედაც მივხვდი. ლეილას დურსულნის სიკვდილი იმდენად უხარია, რომ თავი ვერ შეიკავა და შემთხვევით თქვა. ერთ მხარეს აიშე, მეორე მხარეს გამზე. მოკლედ, არანაირი საიდუმლო აღარ არის. არანაირი. საავადმყოფოში შემნიშნე, რომ შენ მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი თუ ისკანდერთან გაიქცეოდა. მას ერთი ბიძა ჰყავს, მითათი. ისიც ჩამოვიდა. ამბობს, რომ ოჯახის უფროსი ახლა ის არის. ისიც თუ ისკანდერის მხარეს გადავიდა, პრობლემა შეგვექმნება. რომელ მხარესაც უნდა, იმ მხარეს იყოს. მის შეჩერებას შევძლებ. საღამოს ყველა სავახშმობ დავპატიჟე სიტუაციის შესარბილებლად. თუ ჩიხში შევალთ, იავუზის აყვანა მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან არ მინდა. ეს იცოდეთ. იავუზ თავისი დაუყვარს ფიქრეთ. ასე არ გარისკავს. შენ კი ჩემი მეორე დაგიყვარს ჰალილ იბრაჰიმ, მაგრამ ისე იქცევი, რომ მამა შენი მე არ მომიკლავს ფიქრეთ. არ ჩენ მოკალი. არასდროდ არ გამიგო, მაგრამ ეს არ გავაკეთე, იმიტომ რომ ზეინეფი მიყვარს. ზეინეფსაც უყვარ ხარ, ჰალილ იბრაჰიმ. ლეილას კი იავუზი არ უყვარს. შენ ორაფერს იზამ ფიქრეთ. შენ ის ადამიანი არ ხარ, ვინც იავუზს რამეს დაუშავებს. მას მე დაველაპარაკები. თუ მას ისკანდერისგან გადავარჩენთ, მერე გავაგრძელებთ. სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა. მეგობრებო, სადიარეთ ამ მანქანით. გაზის პედალს წესიერად მიაჭირეთ. კარბურატორი ისევ გაგიფუჭებიათ. ძმაო, გეფიცები ნორმალურად ვაჭერ. როგორ თუ ნორმალურად წესიერად რომ აჭერდე, ეს მოხდებოდა? ეს გაწმინდე და დახურე. შენ კი მოუსვი აქედან. კარგი ძმაო. მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეს. ძმაო, შენთან არიან. ბიჭო, ხომ იცი რომ სტუმარი არ მიყვარს? გამავალი ეზო ხომ არის, არა? ვინ არის? ენვერი მოვიდა. იმედია სიზმარში. არა, აქ არის. შენ გკითხულობს. კაბინეტში შევიყვანე, გელოდება. შვილო, იაჰია. გეთქვა რომ მოუკვდი. რატომ შემოუშვი? ძმაო, განამასთან თამაში შეიძლება? შვილო, იმას არ ეთამაშო, ამას არ ეთამაშო. ვიღას უნდა ვეთამაშო. მერთო ჩემო. ამას ვისხედავ, ვინ მოსულა. კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენ სახლში. სიხარული შემოიტანე. მიხარია შენი ნახვა. მაპატიე ციხეში რომ ვერ გნახე. იაჰიას შევთავაზე მოგვენახულებინე, მაგრამ მითხრა მერე ვნახოთო. შენ ხომ სამუდამო პატიმრობა მოგისაჯეს. ამ დღეებში ვაპირებდით შემოსვლას. ასე არ არის, იაჰია? თლად ასე არ იყო, მაგრამ ხომართლა, როგორ გამოხვედი ენვერბეი? მითხრეს ციხეში ჩაჯექი და ჩავჯექი, მერე მითხრეს აქედან უნდა გახვიდეო და გამოვედი. ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იაჰია. თუ ასე შევხედავთ, ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული. გვეუბნებიან იცოცხლეო და ვცოცხლობთ, გვეუბნებიან მოკვდიო და ვკვდებით. ამ სამყაროში სტუმრები ვართ. სამუდამო ხომ არაფერია, მართალია. გთხოვ.
ხო, ენვარ ბეი, ეს არის ციხიდან გამოხვედი, ალბათ ბევრი საქმე გაქვს. ბევრ დროს არ წაგართმევთ. რა მოგართვა? შემდეგ ჯერზე ყავას დავლევი აჰია. როგორც უკვე თქვი, ბევრი საქმე მაქვს. რა საქმე გაქვს ძმაო? ალბათ ხსმენიათ, რომ ვიღაცამ ჩემი ფული წაიღო. ციხეში ყოფნისას ისკანდერ ჩავაბარე, მაგრამ ვიღაც თავხედმა მას ჩემი ფული წაართვა. და თქვენ ჰალილ იბრაჰიმს იცნობთ? არ ვიცნობთ. მხოლოდ სახელი გვსმენია. პირადად არ ვიცნობთ. არა იაჰია? არა, რა თქმა უნდა არ ვიცნობთ. ვინმემ რომ მითხრას აღწერეო, ვერც აღწერ. ვერც მე. მას არავინ ჰყავს. მხოლოდ ბიძა, რომლის დაჭრაც რამდენიმე დღის წინ დავავალე. ჭკუა რომ მესწავლებინა, მაგრამ როგორც ვხედავ, არ გაჭრა. იაჰიას აინტერესებს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ. თქვენ ყველას იცნობთ. ხო, მაგრამ ცუდად მესმის. სამწუხაროდ სმენის აპარატს ვატარებ. მაგრამ როცა ყურადღებით ვუსმენ, ყველაფერს ვგებულობ. ღმერთმა კარგად გამყოფოს. გმადლობ. თუ ჩემი ფულის შესახებ რამე შეიტყობთ და გამაგებინებთ, 1%-ს მიიღებთ. რას ნიშნავს 1%? იაჰია, თუ 1 მილიონი გაქვს, მე 2-ს მოგცემ. 2-ს. იაჰია შვილო, არ იფიქრო, რომ 1% ცოტა. თუ დოლარია, კარგი თანხა გამოდის. თუ რამეს გავიგებთ, ენვერბეის ვეტყვით და ფულს მივიღებთ. 1%-ს მოგცემს. 5-ს თუ 10-ს ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. უარის თქმა არ შეიძლება. კაცი ციხიდან გამოვიდა, თხოვნახომ უნდა შეუსრულოთ, არა? კარგი ძმაო, კარგი. თუ რამეს გავიგებ, ენვერბეის ვეტყვი. გაგაცილებთ. კარგი. ისევ შევხვდებით. რა თქმა უნდა, შევხვდებით. დროებით. დროებით. წნევამ ისევ ამიწია. იაჰია, მანქანა გაამზადე. სადმე მივდივარ, ძმაო? შვილო, ვერ გაიგონე? შეტყობინება დაგვიტოვა და თხოვა გადაეცითო. ჰალილ იბრაჰიმთან წავალთ? შვილო, მისამართი მოგცა, შუბლზე ფული მოგვაკრა. შენ კიდევ მეკითხები, ჰალილ იბრაჰიმთან თუ წავალთო? ჰალილ იბრაჰიმთან წასვლის სურვილი არ მაქვს, ძმაო. მე დავამ საქმეში არ გავერეოდეთ. ერთ საქმეში მაინც ნუ გავერევით. თუ ასეა, ენვერისთვის უნდა გვეთქვა, რომ მოვკვდით. რა მექნა? რა, მასე მეთქვა? კარგი ძმაო, კარგი, წავალ, მანქანას მოვამზადებ. ბიძაშვილებო, როგორ ხართ? ფერხად. საყვარელო. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გმადლობ. ბიძაშვილო? ბიძაშვილო, კეთილი იყოს. გმადლობ. ფერხად, როგორ ხარ? კარგად, ძალიან კარგად. როდის დაიბადებიან ჩემი ბიძაშვილები? მოითმინე, ჯერ ადრეა. მაცალე თორსულობით ტკბობა. დატკბი. წამოდი. მამამ შემოგითვალა, რომ ერთ-ერთს მისი სახელი დაარქვა. სქესის გაგების უფლებას არ გვაძლევს. არ ვიცით, გოგოები დაიბადებიან თუ ბიჭები. არ უნდა ვინმეს რამე შეპირდეს და ამიტომ იქცევა ასე. არ მოგატყუებ და ასეა. შედი ბიძაშვილო. ბიძაშვილო? ფერჰად. ბიძია, მოდი ჩემთან. მოდი, კეთილი იყოს შენი მოსვლა. ხელზე გაკოცე ბიძია, კეთილი იყოს. გმადლობ ბიძია, კეთილი იყოს. მოდი. დაჯექი. თქვენც დასხედით. აბა, მამა შენმა გითხრა, რატომ დაგიბარე? მითხრა ბიძია, მითხრა. აქ მეც იმ მიზეზით დამიბარე, რა მიზეზითაც ქანი, მაგრამ ვერ მივხვდი ვიზე უნდა დავქორწინდე.
ლეტოს ოჯახის წევრზე, აბა სხვა ვიზზე უნდა დაქორწინდე შვილო. მამა, ლეტოების ოჯახში გასათხოვარი ვინ დარჩა? ლეილა შვილო. მამა, ლეილა იავუზია გათხოვილი. დღეს. მაგრამ ვინიც ის რა იქნება ხვალ? ჩვენ მის გადმობირებას ვცდილობთ, ფერჰათმა მისი ცოლი უნდა გააოგნოს? იავუზი გადმოვიბირე შვილო. დაუშვათ იავუზმა ფიქრეთი მოკლა. მერე რა მოხდება? მას ჰალილ იბრაჰიმი მოკლავს. ლეილა დაქვრივდება და მერე ის ყველაზე მდიდარია შვილო. ყველაზე მდიდარი. ვიდეა, ფული არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გათხოვილ ქალს როგორ დავუახლოვდე? ფერჰად, ლეილას განქორწინება უნდა. ერთმანეთს შეგახვედრებთ. დანარჩენი შენზეა. თავარია მას თავი მოაწონა. იავუზის გასაგიჟებლად უარს არ გეტყვის, დანარჩენი შენი მარიფათია. გესმის? კარგი ვიძია, როგორც სიტყვი, ისე იყოს. გამზე აიშესთან წადი და უთხარი, რომ ბახშმად ვეპატიშები. უხუცესები იქნებიან. უთხარი, რომ ამიერიდან ისიც ჩვენი ოჯახის წევრი იქნება. ეს ნესიმმაც უნდა მოისმინოს. ნესიმსაც გააგებინე. კარგი მამა, მივხედავ. ხან, ზეინეფიც მოიყვანე. ჩვენთან ერთად ივახშმოს. მამა, ზეინეფი ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბულია, იქნებ არც მოვიდეს. შვილო, თბილად დაელაპარაკე, მიუვალერსე. ზეინეფი ამაღამაკ უნდა იყოს. აბა ფერჰად. შიერი ხარ? ჰო, მიდი. შვილო, მოგხედე. გამარჯობა. გაგიმარჯოს, გისმენთ, ძმაო-მუსა. დერვიშის სანახავად მოვედით. ის ახლა ისვენებს. შეიძლება ითქვას, რომ საავადმყოფოდან დროზე ადრე გამოვიყვანეთ. ვეთქვი, რომ მოხვედით. როცა გამოკეთდება, თავად მოვა და მოგინახულებთ. გვინდოდა მისი ძმისშვილისთვის, ჰალილ იბრაჰიმისთვის მხარდაჭერა გამოგვეხატა. კარგი, მოითმინეთ. წავალ და ვკითხავ, სალია თუ არა. კარგი, ოსმან. შეეკითხე. ხედავ, იაჰია. გუშინდელი ბავშვებიც კი უცნაურად იქცევიან. იმის საკითხავად მიდის, შესვლას შევძლებ თუ არა. და შენ რას აკეთებ? რას აკეთებ? საერთოდ არაფერს. ედა ზედ არ მიყურებს, ჰალო. შენც ნუ შეხედავ. რაღაც ხომ უნდა მითხრას. არც არაფერს მეკითხება. ძმაო, დაუფიქრებლად იქცევი, რამდენჯერ გითხარი, ასე ნუ იქცევი მეთქი. ნუ მაგიჟებ. მე გთხოვე, რომ ბეჭედი მოგეცა? შენ მე გამწირე, დიდემისგან თავი რომ დაგეღწია. შენ ეს დაიმსახურე, ნუ წუწუნებ. ამიტომაც, თანაც ყველამ თავის საქმეს მიხედოს. მე გეკითხები ზეინებს ან დიდემს რა მოუხერხო მეთქი. არ გეკითხები, მაგრამ ხედავ რასაც აკეთებ, შეტყვიტე. ჰალილ იბრაჰიმ, ძმები კიკები მოვიდნენ. ჯერ ბიძია იკითხეს და მერე შენ. კარგი, ოსმან, შემოვიდნენ. მაინტერესებდა აქამდე რატომ არ მოვიდნენ. მიდი,ახლავე. მართლა აქამდე ველოდი. უკვე ყველასთან იყვნენ. ნახოთ რას გვეტყვიან. თურან. გადმოდით. რა ხდება, ოსმან? მაინტერესებს რისთვის მოვიდნენ. თუ წინააღმდეგი არ იქნები, მეც დავრჩები. არა, რა თქმა უნდა. მოდიან.
გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ეს ოღუზია. ოღუზი. მე მუსავარ, ეს ჩემი ძმა იაჰია. ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ სახეზე გცნობთ. გთხოვთ. გმადლობ. ჩაის დალებთ? ცოტა ხნით ვარ. ბევრი მტერი გყავთ, დიდხანს არ მოგაცდენთ. მტერზე მეტი მეგობარი გყავს. ღმერთმა მეგობრები გიმრავლოთ. ჩათვალეთ, რომ ჩვენც თქვენი მეგობრები ვართ. იაჰიამ რაღაც გაიგო და უნდა თქვენთვის ეთქვა. მაგალითად? ძმა მოყვება. რა თქმა უნდა, იაჰია ჩემი ნებართვის გარეშე კონკრეტულ ადამიანს შეხვდა. მე მას გავუბრაზდი, ამიტომ ისრებს ჩემკენ ისვრის. მოკლედ გავიგეთ, რომ ისეთ პრობლემებთან გაქვთ საქმე, როგორიც ენვერია. ენვერი ციხეში არ ზის, მუსაბე? მეც ასე მეგონა, სანამ დილით იაჰიასთან ერთად არ ვნახე. რა უნდა? ვიღაცას მისი ფული წაუღია. ბიძაშენზე დერვიშზე აქვთ ეჭვი. იაჰიამ გაყარა. თვალით აღარ დაგვენახოთო. გადავწყვიტე მოვსულიყავი და მეთქვა ბიძაშენს ასე ვინ მოექცა. ასე არ არის? იაჰია. ხომ ასეა? ხო ძმა. თქვენგან რა უნდა? ისეთი არაფერი. ფულს თუ ვაპოვნინებთ, 20%-ს მოგცემენ. იაჰიამ გაიგო და ეს ამბავი მითხრა. კარგია, რომ მათ იაჰია შეხვდა. გადაწყვიტა, რომ შუამავლები ყოფილიყავით. რადგან ასეა გადაეცით, რომ ფულს ასეთი გზით ვერ იპოვიან. მოვიდეს და იმას მივცემ, რასაც იმსახურებს. გასაგებია? თავად მოვიდეს. გაიგონე, იაჰია? გავიგონე, ძმაო. ხო მართლა, ჰალილ იბრაჰიმ. მინდოდა გამეგო, ჩვენ შესახებ თუ გსმენიათ. თქვენ ყველა გიცნობთ. რადგან ასეა, თუ ჩვენგან რამე მოგინდება, მხოლოდ თქმაც საკმარისია. ხომ ასეა, იაჰია? ასეა, ძმაო. თუ რამე დაგჭირდება, თუ ხელის გასვრა არ მოგინდება, ვისაც გვეტყვი, კიდეც მოვკლავთ და კიდეც დავმარხავთ. ამაზე შენ არ ინერვიულო. გმადლობ. გმადლობ. როგორც თქვენ თქვით, საჭირო არ გახდება. მაგრამ თქვენს გამოწვდილ ხელს არასდროს დავივიწყებ. წერტილი.